Rulusi, Elene Xoștaria, Roman Gotsiridze, Nika Melia, Georgi Tugushi, Otto Kakhidze, Salome Samadashvili, Irakli Abesadze, Sergei Kapanadze. Asti gახდავთ ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის პირველი ათეული, ჩვენ ამ ათეულიდან მეხუთე ნომერთან გვაქვს დღეს შეკითხვები შტაბის უფროს ნიკა მელიასთან ის გვეყოლება ახლა პირდაპირ ხაზზე საღამოშიდობისებად ნიკა მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის პირველ რიგში უпроსორად მადლობა ჩართვისთვის მოგესალმებით მადლობა თქვენ არ ვიცი გესმოდათ თუ არა თქვენი კონკურენტის მომართვა მან თქვა ირაკლის სესიაშვილმა ცოტა ხნის ჩვენს ეთერში რომ თქვენ პროვოკაციული მეთოდებით მართავდით ქვეყანას და ახლაც ოპოზიციაშიც ზუსტად იგივე მეთოდებს იყენებთ ვინაიდან ვერ მოახერხეთ ტრანსფორმაცია და სრული ასე ვთქვათ ფანტაზია ის რომ თქვენ შესაძლოა ხელისუფლებაში დაბრუნდეთ ან ასე ვთქვათ დიდი დოზით მოხვიდეთ პარლამენტში გააქვთ პასუხი? კი ბატონო ასე დიახ მაქვს პასუხი რა თქმა უნდა ეხლა 2012 წლამდე რამდენიმე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი აი დაახლოებით ერთ-ერთი საუბრობდა რასაც ეხლა ბატონი საუბრობდა თუ ავსდები სესიაშვილი მე აქ ვიკითხე ვინ საუბრობს თქო რომ გამორიცხულია დაცინოდა ოპონენტს, დაცინოდა ოპოზიციურ სხვადასხვა პარტიებს და სიმართლე გითხრათ მაშინ ახლა პოლიტიკაში არ ვიყავი, თუმცა ვიყავი საჯარო მოხელე და ტელევიზორს ახლა უყურებდი, როგორც ახლა ჩვეულებრივი მოქალაქე და ნუ აშკარად მოწყვეტილი იყო რეალობას აი იმ რამდენიმე დეპუტატის ასე თქვათ ეს ნარატივი. დღესაც და ნუ შედეგი ვიხილეთ, ხო? რომელი მოგაგონათ სესიაშვილმა? აი ხა სესიაშვილს უსმენდით, ვინ მოგაგონათ ნაციონალური მოძრაობიდან? შეგიძლიათ დავიკონკრეტოთ? 2012 წლის 1 ოქტომბერს სამწუხაროდ ამის ნაკლებობა არ იყო წინა ხელისუფლების დროს ასეთი დეპუტატების, რომლებიც შავზე იძახდნენ თეთრს. მართლა გეუბნებით გულახდეთ და მე ამაზე მაგალითად ბატონ ნიკა. ეხლაც საუბრობთ. ამე თავში სხვათა შორის მინდა სიამაყით გითხრათ, ჩემ და მართავს გვრის სიამოვნებას, რომ ის დეპუტატები, რომელსაც მე ხა გულისხმობ, დღეს არ არიან ჩვენს რიგებში და მით უმეტეს რა თქმა უნდა სიაში. მეტიც ისინი რამდენიმე მათგანი დღეს ქართულ ოცნებაში არიან ირიბად აპირდაპირ მაჟორიტარული წესით იყვიან კეჭ სხვადასხვა საარჩევნო ოლქებში და როგორ უნდა გავცე ხა ბატონ სესიაშვილს პასუხი ამაზე უკეთესად პარალელი გავავლე ისევ წინა ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე დეპუტატთან. ამიტომ რა თქმა უნდა ეხა მესმის მისიც ეხა რა სიტყვის ეხა სესიაშვილი თქვენთან ეხა მოვიდოდა ქართული ოცნების წარმომადგენელი ნებისმიერი დაждდებოდა ეთერში და გეტყუდათ იცით რა აი წავაგებთ. რა თქმა უნდა ამ ნარატივს განავითარებენ 30 წლის განმავლობაში, მაგრამ რეალობა ხომ სხვა არის. თქვენც ხო ჩემზე კარგად იცით რა ხდება დღეს, რა ხდებოდა წლების წინ, რა განწყობა მე აბსოლუტურად რა თქმა უნდა გამოვრიცხავ იმას რომ ქართული ოცნება დარჩება ხელისუფლებაში. მე დარწმუნებული ვარ რომ ივანიშვილი გადავა ოპოზიციაში ოქტომბრის თვეში და დარწმუნებული ვარ უბრალოდ ემპირიულად გეუბნებით ადამიანებთან მაგ შეხვედრა ყოველდღიურად კარდაკარს ვაკეთებ პირადად არასელექციურად შევდივარ ოჯახებში და განწყობას ხედავ და ვადარებ 2014 წლის ჩემს კამპანიას თბილისში და ეხლა არა მხოლოდ თბილისში და მახსოვს თუნდაც 2014 წლის განწყობები, როდესაც მაშინ გქონდათ იმედი მოსახლეობას ჯერ კიდევ ივანიშვილის და ახლა 2016 წელს, როდესაც ახლა ვართ და ვადარებთ 2 წლის წინადე კამპანიას, ცადა დედამიწა უზარმაზარი კონტრასტია. და რამ გამოიწვია ეს კონტრასტი? უიმედობა, უპერსპექტივობა, კეთილსახიერი ნიღაბი ჩამოხსნილი აქვს ბატონ ივანიშვილს და იმედი ხვალინდელი დღის და რწმენა უკეთესი ხვალინდელი საქართველოსი ქართული ოცნების ხარდაჭერებსაც კი არ აქვს. ერთადერთი მოტივირებული ჯგუფი არის ქართული ოცნების ის ჯგუფი, რომელიც მუშაობს საჯარო სამსახურებში, ნათესავები ბიძაშვილები და შეგახსენებთ ასეთი რაოდენობა მათი გაიზარდა 2012 წლამდე 1000 საჯარო მოხელე იყო დასაქმებული საქართველოში და ვფიქრობ რომ მაშინაც იყო ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოში განსაკუთრებით გაბერილი შტატები, მაგრამ 100000 იყო. ეს 4 წლის თავზე ივანიშვილის მილიარდელი ივანიშვილის ასე თქვა პირობებში 115000 საჯარო მოხელია. ანუ 14000 მეტი საჯარო მოხელე ყავს დღეს
საქართველოს 2016 წელს ვიდრე 2012 წელს. და აი ამათი იმედი აქვს, ეხლა აი ბატონს ვინც ყავდათ ეხლა თქვენ სტუდიაში და ქართულ ოცნებას, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ იქნება საკმარისი. რესურსი აქვს და აიღებენ, რა თქმა უნდა, გარკვეულ ხმებს ქართული ოცნება როგორც პარტია, მაგრამ ეს ვერანაირად ვერ იქნება საკმარისი არა იმიტომ რომ მე მინდა უბრალოდ ეს სიტუაცია და ეს მე მაქვს ეს შეკითხვა თუ შეიძლება კითხვას დავსვამ თუ შეიძლება თქვენ ათეული ნახეთ ისევე როგორც ჩვენ დღეს აი ამ თქვენი მთავარი კონკურენტის და სახელმწიფო პარტიის მაინტერესებს სიახლე მეტი ნახეთ მასში თუ არა ვიდრე თქვენ საკუთარ სიაში პრინციპში ამბიცია რომ თქვენ გექნებოდათ რაღაცა მთლიანად ახალი სია ეგრეთ წოდებული ახალი სახეებით დაკომპლექტებული პირველებს გქონდათ თქვენ მაგრამ გაჯობათ თუ არა ამაში ქართულმა ოცნებამ იცით რა თქმა უნდა მე წავიკითხე ნახე ის შემადგენლობა რამდენიმე მათგანს მე პირადად ვიცნობ უბრალოდ წინა ჩემი ცხოვრებიდან მაშინ სანამ პოლიტიკაში მოვიდოდი უბრალოდ აი თბილისიდან სხვადასხვა უბრალოდ საქმიანი ურთიერთობიდან იუსტიციის სამინისტროში მუშაობდი და რამდენიმე მათგანი უბრალოდ მაშინ დავახსოვდა აღვიდგინე მაგრამ პოლიტიკურად ვინმეს რამეს თუ ეუბნება ეხა ეს ამ ადამიანის გვარები და სახელი უმრავლესობა მათგანის ხო მე ვფიქრობ ამაში ყავბათ ყველა დამოკიდებული. მოკლედ გამოდის ბატონ ნიკა რომ თქვენი სიახლე არის პოზიტიური და ოცნების სიახლე არის ნეგატიური. ასე გამოდის ხო? არა მე არ მithქვი რომ ნეგატიურია რატომ აწერეთ. ანუ უფერული მოდი ასე. ნეგატიური პირიქით ვიცნობ რამდენიმე მათგანს უბრალოდ ჩემი აზრით ჩვენი ათეული სიის და ქართული ოცნების ათეული თუ ათეულზე მესაუბრებით ხო რა თქმა უნდა განსხვავდება და რითი განსხვავდება გამოცდილებით და კვალიფიკაციით და პირველ რიგში პრინციპულობით ადამიანები არიან თავმოყრილი ამ ათეულში რომელსაც შეუძლიათ თქმა იმისა რასაც ფიქრობენ პარტიის შიგნითაც შტაბის ხდომაზეც და მე მთავრობის ხდომაზეც და ქართული ოცნების სიაში წარმოდგენილი ადამიანები რომლებსაც უბრალოდ არანაირი წარსული პოლიტიკური არ აქვთ პოლიტიკურად თვითმყოფადი ადამიანები ისინი ვერ იქნებიან და რა თქმა უნდა როდესაც ისინი იждდებიან ოთახში თუნდაც ოცნები იყვნენ ბიზინა ივანიშვილთან იმ ოთახში იждდება მხოლოდ ბიზინა ივანიშვილი ჩემი აზრით გარდა კვალიფიკაციის და კომპეტენციის გადახედეთ ხო ჩვენს სია დაწყებული დათო ბაქრაძე გაგრძელებული სანდრა რულოვსით ელენე ხოშტარია გიორგი ტუღუში ოთო კახიძე ირაკლი აბესაძე სერგი კაპანაძე სალომე სამადაშვილი სერგო რატიანი ანუ მართლაც ამ ადამიანებს წარმატებები ბევრი ქონია წარმატებული ყველა არის წარმატებული თავთავიან სფეროში ეხლა თქვენ მითხარით უბრალოდ რომელი ქართული ოცნებიდან არის ასე ვთქვათ ფიგურანტი სიის იმდაგვარი წარმატებული და კვალიფიკაციის მქონე როგორც ჩემი აზრით ჩვენ მოვახერხეთ და წავადგინეთ. ამიტომ გონია რომ ამ არჩევნებში სადაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკვე არჩევანს გააკეთებს სწორედ კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის თვალსაზრისით აქედა გამომდინარე, რა თქმა უნდა არჩევანს გააკეთებს სწორედ ასეთ გუნდზე და არა უბრალოდ რომ იცი რა, აი ეს არ მიყვარს, აი ეს არ მოწონს, მაგრამ ის უფრო მეტად არ მოწონს და იმის ჯინაზე ამას მიცემ ხმას, როგორც იყო 2012 წლის არჩევნებზე, როგორც იყო მანამდე წინა არჩევნებზე და თითქმის ყველა არჩევნებზე. ეხლა საღი გონით და ცივი გონებით გაკეთდება არჩევანი. მე ამაში დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ქვეყანაში არის უიმედობის განცდა და უიმედობას ეხლა ბოლომდე ხომ არ უნდა დაკანონება ამ ქვეყანაში. უნდა მომავლის ხედვა, ნათელი პერსპექტივა, სადაც პენსიონერს ექნება ღირსეული ცხოვრება, უფროსთაობას ექნება ღირსეული ცხოვრების სტანდარტი, ახალგაზრდა სტუდენტს ექნება ღირსეული სტუდენტური სამყარო და ამ ყველაფერს ჩემის აზრით არათავდაბლურად სთავაზობს განახლებული ნაციონალური მოძრაობა და ჩვენ საკუთარი ცხვირი გვაქვს მირტყმული კედელზე შეცდომებზე. ზუსტად ვიცით რა უნდა ვაკეთოთ და ზუსტად ვიცით რა არ უნდა ვაკეთოთ. მაგრამ ყველაზე მეტად ჩემის აზრით ამ ტიპის სახელმწიფოში ჯერ კიდევ სადაც ყიფი არის ასე ვთქვათ ხელისუფლებაში მოხვედრის შემდეგ დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანების ასე ვთქვათ ერთგულება მათი ასე ვთქვათ პრინციპულობა ჩემის აზრით მნიშვნელოვანია ამ ადამიანს შეუძლია თუ არა გაუწიოს წინააღმდეგობა
გუნდის მაგალითად ლიდერს, შეუძლია თუ არა შეეწინააღმდეგოს, შეუძლია თუ არა არ დაეთანხმოს. ამ ათეულში არის ის ადამიანები წარმოდგენილი, ვისაც დამერწმუნდა. თუ შეუძლია მეტიც ურჩიოს გუნდის ლიდერსაც, მის ხელმძღვანელსაც საჯარო სამსახურში და ქართულ ოცნებაში ფიქრობ წარმოდგენილი ადამიანები, რომლებსაც სულის და მიუხედავად უბრალოდ შანსიც კი არ აქვს შეეწინააღმდეგონ ბატონ ივანიშვილს. დიახ, მადლობა. მადლობა ნიკა მელიას ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს, რომელიც პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს. ჩვენ ახლა თავისუფალი დემოკრატების მივდივართ, მის წარმომადგენელი სტუდიაშია, თუმცა მანამდე ათეული, რომელიც წარმოადგენა ალასანიას გუნდმა, პირველი ნომერი ბუნებრივი არის ირაკლი